წმინდა ნიკოლოზის ბაზილიკა. მისი მშენებლობა 1089 წელს წმინდა ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის წმინდა ნაწილების იტალიის ქალაქ ბარიში გადმობრძანებასთან არის დაკავშირებული. ტაძრის აგება 1105 წელს დასრულდა. ჩვენ ახლა ვიმყოფებით ქალაქ ბარიში წმინდა ნიკოლოზის სახელობის ბაზილიკასთან. ისტორიული ცნობების მიხედვით 1087 წელს იტალიელმა ვაჭრებმა მირლიკიადან წმინდა ნიკოლოზის წმინდა ნაწილები ქალაქ ბარიში გადმოაგზავნეს. წმინდა ნიკოლოზი მცირე აზიაში ქრისტეშობიდან მესამე-მეოთხე საუკუნეებში მოღვაწეობდა. ის მირონ ლუკიის მთავარ ეპისკოპოსი გახლდათ და მის სახელს მრავალი სასწაული უკავშირდება. წმინდანის აღსრულების შემდეგ მცირე აზია თურქთა მპყრობელთა ხელში მოექცა, ხოლო ქალაქი, სადაც ამჟამად წმინდანის ნაწილებია დაბრძანებული, ყოფილი დიდების დაბრუნებას, ან სულ მცირე სამომლოცველო ცენტრად გადაქცევას ცდილობდა. სწორედ ამიტომ ბარელმა ვაჭრებმა და მეზღვაურებმა წმინდა ნიკოლოზის წმინდა ნაწილების იტალიაში გადმოსვენება განიზრახეს. თავად ბაზილიკა ორი სართულისგან შედგება. ტაძრის ძირითადი სართულის ჭერი ბაროკო სტილის მდიდარი მოხატულობით გამოირჩევა. ადრეული პერიოდის მოხატულობიდან საკურთხეველთან მარჯვენა აფსიდაში ჯვარცმის ფრესკაა შემორჩენილი. ფრესკა აპულიელი ოსტატების მიერ ბიზანტიური ხაწერის გამოცდილების გაზიარების დასტურია. ცნობილია ოსტატის ვინაობაც იოანე ტარანტოდან, რომელიც აქ 1304 წელს მუშაობდა. შესასვლელიდან მარცხნივ წმინდა ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის ქანდაკება დგას, რომელსაც სადღესასწაულოდ წელიწადში მხოლოდ ერთხელ 9 მაისს ბარის ქუჩებში ჩამოატარებენ. ეს თარიღი წმინდანის ნაწილების მცირე აზიიდან ბარიში გადმობრძანებას უკავშირდება. ჩვენ ახლა ჩავდივართ კრიპტაში, სადაც წმინდა ნიკოლოზის წმინდა ნაწილებია დავანებული. აი ეს ჯვარცმა მართლმადიდებლური წესით არის შესრულებული, აქ მართლმადიდებლები ცოლსულობენ. ბაზილიკის ქვედა დარბაზი, კოლონადა და მისი კაპიტელები ბიზანტიურ სტილშია შესრულებული. აქვეა მარმარილოს სვეტიც, რომელიც სასწაულებრივად გამოჩნდა ტაძრის აგებისას. სვეტის შესახებ პირველი ცნობები 1359 წლით თარიღდება. ის ნავარას დედოფალ იოანას ძლევამოსილი მრჩევლის ნიკოლო აჩაუოლის ანდერძშია მოხსენიებული, რომლის თანახმად თავად წმინდა ნიკოლოს ორი ანგელოსის დახმარებით სვეტი კრიპტის კურთხევამდე წინადღით დაუბრძანებია. სვეტი დაავადებებს კურნავს, ამიტომ მორწმუნეები მასთან შეხებას ცდილობენ. წმინდა ნიკოლოს საკვირველთმოქმედის საფლავთან სხვადასხვა ეროვნების ადამიანები ლოცულობენ, მათ შორის ბარიში მცხოვრები ან ამ ადგილის მოსალოცად ჩამოსული ქართველებიც არიან. ძალიან დიდი ბედნიერებაა წმინდა ნიკოლოზის საფლავთან მიხვედრა. მე ეს ბედნიერება დაწილად, მაგრამ საქართველოს დატოვების ხარჯზე. ჩემო საქართველო, ჩემო ქართველო ხალხო, გილოცავთ ნიკოლოზობას მრავალს დაესწარით და წმინდა ნიკოლოზის მადლი ჩვენ საქართველოს, ჩვენ ერს, ჩვენ ხალხს არ მოკლებოდეს. ეს დონატო კასანოა, ტაძრის სიძველეთა მცველი. კრიპტის გასაღებიც მხოლოდ მას აქვს. წესით რკინის კარიბჭე მხოლოდ მაშინ იხსნება, როცა წმინდანის საფლავზე წირვა აღევლინება, თუმცა ამჯერად ჩვენთვის გამონაკლისი კეთდება. ვუახლოვდებით წმინდანის საფლავს. საფლავს ცენტრში ოქროთი და ძვირფასი თვლებით მოკაზმული ღრმული აქვს. 1 მეტრის სიღრმეზე წმინდა ნიკოლოს საკვირველთმოქმედის წმინდა ნაწილებია დასვენებული. სწორედ ამ ღრმულიდან წელიწადში მხოლოდ ერთხელ მაისში წმინდანის მირონის ამობრძანების რიტუალი სრულდება. დონატო კასანო ვერცხლის ლამპარს ანთებს, რომელსაც სიმბოლური დატვირთვა აქვს. წმინდანის საფლავთან ის მას შემდეგ ჩამოკიდეს, რაც ტაძარში მართლმადიდებლებს მსახურების უფლება მიეცათ. საფლავთან დასვენებული წმინდა ნიკოლოზის ეს ხატი ტაძარს სერბეთის მეფე სტეფანე უროშ მესამემ 1327 წელს შესწირა. ნიშნად იმისა, რომ წმინდანის შეწევნით მას სასწაულებრივად დაუბრუნდა მხედველობა. 1953 წელს ბარის უნივერსიტეტის პროფესორმა ლუიჯი მარტინომ წმინდა ნიკოლოზის საფლავი შეისწავლა. საფლავის გახსნის შედეგად წმინდანის ნაწილების ანატომიურ ანთროპოლოგიური კვლევა და თავის ქალის რენტგენი ჩატარდა. შედეგად დადგინდა, რომ ხატებზე წმინდანის გამოსახულება სრულად ემთხვევა საფლავში არსებულ ნაწილებს.
წმინდა ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის საფლავის გვერდით გამოყოფილია კუთხე მართლმადიდებელი მლოცველებისთვის. აქ ყოველ ხუთშაბათს მართლმადიდებლური წესით წირვა-ლოცვა აღევლინება. ტაძარში ჩვენი ყოფნა მართალია მართლმადიდებლურ მსახურებას არ დაემთხვა, მაგრამ წმინდა ნიკოლოზის შეწევნით ბაზილიკაში მართლმადიდებელ ღვთისმსახურს, მამა დიმიტრის შევხვდით, რომელმაც შესაძლებლობა მოგვცა წმინდა ნიკოლოზის წმინდა ნაწილს ვმთხვეოდით. Дорогие братья и сестры, ძმებო და დებო, ახლოვდება წმინდა ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის პატივსაგები დიდი დღესასწაული. ჩვენ აღნიშნავთ მას სადღესასწაულო მსახურებით, შესაძლოა საზეიმო ტრაპეზითაც, მაგრამ ამ დღის აღსანიშნად ყველაზე მთავარია კეთილი საქმეები ვაკეთოთ. წმინდა ნიკოლოზი დადიოდა და თავად იგებდა ვის ესაჭიროებოდა დახმარება. ამას გარდა იმასაც არ ყვევდა, თუ რამდენით უნდა დახმარებოდა. თუ კი მიწათმოქმედი იტოვებს მარცვალს, მოიხმარს და აღარ თესავს, ის კარგავს მოსავალს. თუ კი ის დათესავს ყველა მარცვალს, მას ნაყოფი დაუბრუნდება. დათესეთ სიკეთე და ის თქვენ ასმაგად დაგიბრუნდებათ. წმინდა ნიკოლოზის ტაძრის სანაწილე, აქ წმინდანთა ნაწილებია დაბრძანებული, რომელთა შორისაა წმინდა მოციქულების, თომას, იაკობ ზებედესი და იაკობ ალფეზის, მოციქულთა სწორის მარია მაგდალინელის და მოწამე ლონგინოზის წმინდა ნაწილები. ასევე ინახება მაცხოვრის ეკლიანი გვირგვინის ეკალი და პირველი ლუსკუმის ფიცრები, რომლითაც წმინდა ნიკოლოზის წმინდა ნაწილები ბარიში ჩამოაბრძანეს.